На днях у моего знакомого, у друга одного верующего, был день рождения. Ამ დღეებში ჩემს მორწმუნე მეგობარს ჰქონდა დაბადების დღე. И я люблю поздравить людей как-нибудь по-особенному. Что-то такое сказать, что они в жизни не слышали. და მიყვარს განსაკუთრებულად მიულოცო დაბადების დღე. ისეთი რამ უთხრა, რაც არასოდეს აქვთ მოსმენილი. И я написал ему такое поздравление. და ასეთი მისალოცი მივწერე. Я говорю, как тебе повезло. როგორ გაგიმართლა? Мало что ты родился, еще и верующим стал. ცოტაა რომ დაიბადე და კიდე მორწმუნეც გახდი. На самом деле повезло. სინამდვილეში გაუმართლა. В принципе, везение тут ни при чем. და სიმართლე რომ ითქვას, გამართლება არაფერ შუაშია. За каждой спасенной душой, за каждым уверовавшим человеком, ყოველი გადარჩენილი სულის მიღმა, за каждым моментом обращения к Богу ყოველი იმ მომენტის მიღმა, როდესაც ადამიანი შემოbrunდება, лежит план Божий, არის ღმერთის გეგმა, который начинает осуществляться еще до рождения этого человека. რომელიც განხორციელებას იწყებს იქამდე, სანამ ადამიანი დაიბადება. И даже Священное Писание говорит, что Он избирает людей раньше, чем этот мир был сотворен. და წმინდა წერილი ამბობს, რომ ის იწყებს ადამიანების ამორჩევას იქამდე, სანამ შეიქმნებოდა ეს წუთი სოფელი. Еще не было этого мира. ჯერ არ იყო ეს სამყარო. Бог только планировал его создать. ღმერთი მხოლოდ გეგმავდა მის Но в силу შექმნას. своего всеведения и всемогущества მაგრამ იმიტომ რომ ის არის ყოვლის შემძლე და Он ყველაფერი знал იცის, всех людей, которые должны прийти в этот мир. ის წინასწარ ცნობდა ყველა ადამიანს, რომელიც უნდა Он მოსულიყო. знал твое имя. მან იცოდა შენი სახელი. Он планировал твое ის спасение. გეგმავდა შენს И გადარჩენას. когда еще твоя мать носила тебя под своим сердцем, და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედა გატარებდა თავის გულის ქვეშ, Он знал день, когда ты придешь к Нему, მან იცოდა ის დღე, როდესაც когда ты უკან обратишься გამიგვიდოდი, к Нему. როდესაც შენ მისკენ შემოbrunდებოდი. И вот это событие, და ეს მოვლენა, твое спасение, мое ჩემი გადარჩენა, спасение, ჩემი გადარჩენა, наше спасение, ჩვენი გადარჩენა оно и является причиной рождения в этот мир Господа Иисуса Христа. არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იშვა უფალი დედამიწაზე. Вы знаете, очень мало значит просто родиться в этот мир. ძალიან ცოტას ნიშნავს ის, რომ უბრალოდ ადამიანი დაიბადოს Если დედამიწაზე. ты не достиг главных целей, почему ты здесь. თუ შენ არ მიაღწევ იმ თავარ მიზანს, თუ რატომ ხარ სინამდვილეში აქ. И люди видят эти цели в разных вещах. და ადამიანები ამ მიზანს სხვადასხვაგვარად ხედავენ. Кто-то видит цель своей жизни в том, чтобы извлечь максимальное удовольствие от этой жизни на земле. ვიღაცა ხედავს აი ამ მიზანს, რომ ყველაზე რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს დედამიწაზე. И это очень часто ставит человека в его сознании и его интересы выше, чем всех остальных людей и их интересы. და ხშირად ადამიანი თავის გონებაში უფრო აღმატებულია და მისი ინტერესები უფრო აღმატებულია ვიდრე სხვა ადამიანები მის Люди გარშემო. превратили слово «успех» в нечто страшное в наши дни. ადამიანებმა სიტყვა წარმატებაში რაღაც საშინელი აზრის ჩადება დაიწყეს ამ ბოლო დროს. Настолько, что когда я слышу, когда мне говорят, что кто-то успешный человек, меня буквально тошнит от этого. და როდესაც ბოლო დროს მესმის ხოლმე რომ ამბობენ რომ ვიღაცა წარმატებულია, პირღებინების სურვილი მიჩნდება შეგრძნება. Потому что я понимаю, что они имеют в виду, говоря об этом. იმიტომ რომ მე ესე იგი ვიცი რა აქვთ ამ ადამიანებს На მხედველობაში. пути к этому успеху люди готовы идти по головам. და ამ წარმატების მისაღწევად ადამიანები მზად არიან რომ ერთმანეთს თავზე დააბიჯონ. Иногда люди видят свой успех в материальном состоянии ხანდახან своем ადამიანები წარმატებას ხედავენ თავიანთ მატერიალურ и წარმატებაში посвящают свою жизнь этому. და თავიანთ ცხოვრებას ზუსტად ამას უძღვნიან. Иногда люди видят цель своей жизни ხანდახან ადამიანები თავიანთ ცხოვრების მიზანს в том, ხედავენ чтобы сделать карьеру, заработать себе имя, იმაში რომ კარიერა აიწყონ და სახელი стать მოიხვეჭონ. известными, стать Гахне- больше, чем другие. ცნობილები სხვებზე უფრო მეტად И посвящают свою жизнь этому. და თავიანთ ცხოვრებას ამას მიუძღვნიან. Но чему бы ты ни посвящал свою жизнь, მაგრამ რასაც არ უნდა მიუძღვნე შენი ცხოვრება. однажды, когда все это закончится, ერთხელაც როდესაც ეს ყველაფერი тебе დასრულდება, зададут один самый главный вопрос. შენ დაგისვავენ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. Кем является для тебя Бог? ვინ არის შენთვის ღმერთი? Кто такой для тебя Иисус ვინ Христос? არის შენთვის იესო ქრისტე? Когда Иисус пришел в этот мир, როდესაც იესო მოვიდა ამ Он სამყაროში, пришел именно для этой цели. ის ზუსტად ამ მიზნისთვის მოვიდა.
помочь тебе обрести Бога, найти Его. რომ დახმარებიყო შენ, რომ შენ ღმერთი გეპოვა და Между შეგეწინა. Богом и людьми ღმერთსა და ადამიანებს შორის стоит, казалось бы, непреодолимая стена, которую построили сами люди. დგას გადაულახავი კედელი, რომელიც თვითონ ადამიანებმა ააშენეს. Это грех. ეს არის ცოდვა. И чем больше человек упорствует в своем грехе, და რაც უფრო მეტად ჯიუტობს ადამიანი თავის ცოდვაში, тем тверже становится эта стена, უფრო მტკიცდება და მაგარი ხდება ეს კედელი. тем труднее ее преодолеть. უფრო რთულია მისი გადალახვა. Я 20 лет провел в работе с пожилыми людьми, в служении пожилым людям. 20 წელი ვიყავი მსახურებაში ხანში შესულ ადამიანებთან. И я обратил вещи, на какие-то внимание на какие-то вещи, которые заставили меня потом посмотреть на самого себя. და დავინახე რაღაც, რამაც შემდეგ მიბიძგა იმისკენ, რომ საკუთარი თავისთვის შემეხედა. Я увидел, что если у человека есть какие-то плохие черты характера или какие-то любимые грехи, დავინახე, რომ თუ ადამიანს აქვს ხასიათის ცუდი ხასიათებლები, რაღაცა საყვარელი ცოდვები, с этим надо разбираться, пока ты еще молодой. ამას უნდა გაუმკლავდე ჯერ მაშინ, როდესაც შენ ახალგაზრდა ხარ. Потому что с возрастом это становится все труднее, 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 и в конце концов иногда даже невозможно. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი წლები გადის, უფრო რთული ხდება ამისი გაკეთება და ხანდახან შეუძლებელი. Поэтому я с большим беспокойством отношусь к людям, которых я вижу упорствующими в каких-то своих вещах. ამიტომ ძალიან მღელავ იმ ადამიანებზე, რომელსაც ვხედავ, რომ ისინი თავიანთ ასე ვთქვათ, არასწორ საქციელში ჯიუტობენ. Христос пришел для нас ქრისტე მოვიდა ჩვენთვის, как путь. როგორც გზა. Он сказал: «Я есть путь, истина и жизнь. და მან თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და Никто не სიცოცხლე. приходит к Отцу, как только через меня». ვერავინ მიდის მამასთან თუ არა ჩემით. Поэтому, исходя из этого, Амитом. получается, აქედან გამომდინარე გამოდის, что самой главной целью твоей жизни რომ или შენი моей ცხოვრების და жизни ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი является найти эту дверь, არის ის, რომ ჩვენ ვიპოვოთ ეს კარი, через которую ты можешь вернуться к Богу. რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დაუბრუნდეთ Ни ღმერთს. удовольствие, ни деньги, ни карьера. არა სიამოვნება, არა ფული, არა карьера. Самый главный вопрос моей жизни: ყველაზე მთავარი საკითხი ჩემს ცხოვრებაში нашел я Христа или არის нет? ის, ვიპოვე მე ქრისტე თუ И არა. оказывается, что в каждом человеке და თურმე ყოველ ადამიანში есть эта нужда в Боге. არის ეს ღმერთის საჭიროება. Оказывается, иногда, когда мы ищем денег, когда мы ищем удовольствия, ხანდახან როცა ჩვენ ვეძებთ ფულს და სიამოვნებას, когда мы ищем признания, როდესაც ჩვენ აღიარებას ვეძებთ, мы делаем это именно потому, ჩვენ ამას ზუსტად იმის გამო что в нашей ვაკეთებთ, жизни რომ есть какая-то пустота. ჩვენ ცხოვრებაში არის რაღაცა И სიცარიელე именно поэтому, და зусტად ამის გამო, когда мы достигаем исполнения своих როდესაც желаний, ჩვენი სურვილის შესრულებას ვაღწევთ, эта пустота никуда не исчезает. ეს სიცარიელე არსად არ крება. Мы начинаем искать ჩვენ еще ვიწყებთ чего-то. კიდევ რაღაცის ძიებას, Потому что эта იმიტომ რომ пустота, ეს სიცარიელე она восполняется только через отношения с Богом. შეიძლება იყოს შევსებული მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით. Ты не можешь надышаться ничем, кроме воздуха. შენ ვერაფრით ის უნთქებ თუ არა ჰაერით. Очень много разных газов, очень много чем есть подышать в этом мире. ძალიან ბევრი სხვადასხვა газი არსებობს. И некоторые из этих вещей просто убивают და тебя. ზოგიერთი რამ, ზოგი мадгани უბრალოდ კლავს И ადამიანს. некоторые позволяют дышать тебе с трудом. ზოგიერთი газის გამო შემძიმედ სუნთქავ. Отношения с Богом – ღმერთთან ურთიერთობა это как чистый воздух. არის როგორც სუფთა ჰაერი, Это как открытые легкие. როგორც გახსნილი ფილტვები. Когда ты можешь дышать, когда ты можешь жить. როდესაც შენ შეგიძლია ისუნთქო და შენ შეგიძლია Когда твое сердце работает нормально, когда твоя голова работает შენი нормально. გული, შენი გონება კარგად სწორად მუშაობს. Потому что только Бог может Იმიტომ, რომ привести все это в порядок. მხოლოდ ღმერთ შეუძლია ყველაფერი ამის მოწესრიგება. Сегодня я хочу рассказать одну короткую историю про одного человека, დღეს მინდა მოგიყვეთ მოკლე ისტორია ერთი который ადამიანის это имел შესახებ, и потерял. რომელსაც ეს ჰქონდა და მან ეს დაკარგა. Потому что когда он это имел, он этого не ценил. იმიტომ რომ როდესაც მას ეს ჰქონდა, ის არაფასებდა ამას Он понял, что это такое, только когда он это потерял. და მიხვდა თუ რა ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ რაც დაკარგა. И слава Богу, что он смог это найти და снова. დიდება ღმერთს, რომ მან კვლავ შეძლო ამის Я პოვნა. хочу сегодня говорить о
рассказать вам одну притчу, которую Христос рассказал. მინდა დღეს მოგიყვეთ იგავი, რომელიც ქრისტემ Она მოყვა. содержится в 15 главе Евангелия от Иоанна. Это притча, то есть от Луки, это притча о блудном сыне. ეს არის ლუკას მე-15 თავში, ეს არის უძღები ძის იგავი. Много лет назад я прочитал одну такую короткую, но очень трогательную историю. მრავალი წლის წინ წავიკითხე პატარა მოთხრობა, რომელიც ძალიან შეეხო ჩემს გულს. В одном испанском городе один отец пришел в редакцию газеты. ესე იგი ესპანურ ქალაქში, ესპანეთის ერთ ქალაქში мама მივიდა ერთ რედაქციაში. Он искал своего потерянного сына. ის ეძებდა თავის დაკარგულ შვილს. И он попросил газету сделать объявление. და მან სთხოვა, რომ გაზეთს გამოექვეყნებინა განცხადება. Он сказал: «Пако, это папа». მან უთხრა ასეთი რამ, პაკო, ეს არის мама. Пако — это имя этого молодого და человека. პაკო იყო იმ ახალგაზრდა кაცის Все სახელი. прощено и забыто. ყველაფერი ნაპატიები და დავიწყებულია. Возвращайся. დაბრუნდი. Жду тебя в субботу в 11 გელოდები შაბათს 11 საათზე напротив редакции этой газеты. ამ გაზეთის რედაქციის წინ. Знаешь, в этот день около редакции собралось 1000 человек по имени Пако. იმ დღეს რედაქციის წინ 1000 ადამიანი შეიკრიბა, რომელსაც ერქვა პაკო. Они все хотели, чтобы это был именно их отец, кто ищет их. ყველა მათგანს უნდოდა, რომ ეს ყოფილიყო პირადად მათი мама, რომელიც მას ეძებდა. Что бы у нас ни было в жизни, რაც არ უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში. мы все нуждаемся в том, ჩვენ ყველას გვჭირდება ის, чтобы Бог нашел нас, რომ ღმერთმა ჩვენ გვიპოვოს, чтобы нам успокоиться с რომ Господом. ჩვენ უფალში დავმშვიდდეთ. Итак, это притча. და აი ეს იგავი. У одного человека было 2 сына. ერთ კაცს ყავდა 2 ძე. И младший из них сказал отцу: და ესე იგი უმცროსმა უთხრა მამას, «Отец, дай мне полагающуюся мне часть моего наследства». მომეცი ჩემი წილი ქონება. Как вы можете думать, что отец почувствовал в это время? როგორ ფიქრობთ, რა იგრძნო ამ მომენტში მამამ? Обычно люди получают наследство тогда, когда их родители умирают. ჩვეულებრივ მემკვიდრეობას ხალხი მაშინ ღებულობს, როდესაც მშობელი გარდაიცვლება. У меня был один друг в Америке. მე ამერიკაში მყავდა მეგობარი. Он был миллионер. ის მილიონერი იყო. И кроме своих детей, он усыновил еще одного ребенка. და თავისი შვილების გარდა კიდევ ერთი ბავშვი იშვილა. Однажды мы решили сделать один классный проект здесь. ერთხელ გადავწყვიტეთ ერთი კარგი პროექტი გაგვეკეთებინა. Я просил его, чтобы он помог квартирой одной семье в нашей церкви. და ვთხოვე, რომ ჩვენს ეკლესიაში ერთ ადამიანს დახმარებიყო ბინით. Но он сказал: «Виталий, я не люблю маленькие проекты. და მან თქვა, ვიტალი, არ მიყვარს патара Давай мы პროექტები. построим 3-этажное здание. მოდი სამსართულიანი შენობა ავაშენოთ Пускай там будет по 2 квартиры на каждом этаже. და ყველა სართულზე ორ-ორი ბინა იყოს. Пускай в подвале будет общая прачечная для тех, кто там живет, как в Америке это делают. და როგორც ამერიკაშია, ესე იგი სარდაფში იყოს საერთო სამრეცხაო მათთვის. Пускай в одной из этих квартир живет эта семья. და ერთ-ერთ ბინაშია ეს ოჯახი ცხოვრობს. Остальные вы сдаваете в аренду. დანარჩენი თქვენ გააქირავეთ. И когда эта аренда выкупит это здание, я дарю это здание вашей და церкви. როდესაც ამ არენდის Yes. მეშვეობით ესე იგი იქნება ანაზღაურების Я подумал, თანხა, как რომელიც классно, мы გჭირდება, сейчас თქვენ это იქნება. сделаем. და ვიფიქრე, რა კარგია ამას Я გავაკეთებ. начал искать строительные компании, начал искать место. დავიწყე სამშენებლო კომპანიის ძიება და ადგილის ძიება. И вдруг я получаю письмо от этого და человека. უცებ ღებულობ წერილს ამ კაცისგან. Он говорит: «Извини, Виталий, мы больше не можем это сделать». ბოდის გიხდი ვიტალი, აღარ შეგვიძლია ამის გაკეთება. Что случилось? ვკითხე რა მოხდა? Этот сын, которого он остановил, ის ბიჭი, შვილი, რომელიც მან იშვილა, он пришел и сказал ему: მივიდა მასთან და უთხრა, «У меня нет времени ждать, пока ты умрешь. Дай мне мои деньги». მე არ მაქვს იმის დრო, რომ შენ სიკვდილს დაველოდო, მომეცი ჩემი И ფული. когда этот человек отказался, он подал на него в суд. და როდესაც მან უარი უთხრა, სასამართლოში И უჩივლა. он через суд отнял у него 6 миллионов долларов. და სასამართლოს მეშვეობით წაართვა 6 მილიონი. Большую часть денег, которые были у него. ესე იგი დიდი, ესე იგი იმ თანხის დიდი ნაწილი, რაც მას ჰქონდა. И он сказал: «Давай купим Да, этой Москва. семье квартиру и на этом остановимся». მოდი იმ ოჯახს ბინა უყიდოთ და ამაზე გავჩერდეთ. Ну, слава Богу, мы сделали это. დიდება ღმერთ ჩვენს გავაკეთეთ. Но я все время думал о Მაგრამ нем, как он должен был чувствовать себя в это время. მე ყოველთვის ფიქრობდი იმ ადამიანზე, როგორი გრძნობა ქონდა იმ დროს. Когда ребенок, которого ты взял из детского дома,
ბიჭი, რომელიც მან ბავშვთა სახლიდან взял его в აიყვანა хорошую, богатую семью, და აიყვანა კარგ და მდიდარ ოჯახში. дал ему воспитание, образование, აღზრდა განათლება, одел, обул его, შემოსა, дал ему жилье. მისცა საცხოვრებელი. Он приходит и говорит тебе: მიდის დაეუბნება. у меня нет времени ждать, пока ты умрешь. არ მაქვს დრო რომ შენ სიკვდილს დაველოდო. Дай мне быстро мои деньги. ეხლავე მომეცი ჩემი ფული И подает на тебя в суд. და შემდეგ სასამართლოში Я думаю, точно так же чувствовал себя и этот человек из притчи, этот отец из притчи. რომ ზუსტად ასეთივე შეგრძნება ქონდა ამ იგავში მამას, Но он отдает ему его имение. მაგრამ აძლევს მას თავის ქონებას И буквально через несколько дней და რამდენიმე დღის შემდეგ этот парень монетизирует все эти ценности свои, ეს ბიჭი ყველაფერს ყიდის, приобретает эти деньги ღებულობს ფულს и уходит из და дома. მიდის სახლიდან. Не знаю почему. არ ვიცი То რატომ. ли стыдно было, то ли свободы захотелось. შეიძლება შერცხვა, შეიძლება უბრალოდ თავისუფლება უნდოდა. Может быть, он воспринимал жизнь в отеческом доме как несвободу, შესაძლოა მამამისი სახლში ცხოვრებას ისე აღიქვავდა როგორც ესე იგი რომ ის არ იყო и თავისუფალი он отправился на вольные хлеба, так сказать. და ის ასე ვთქვათ გაემგზავრასაც თავისუფალი იქნებოდა И, конечно, у него появилось сразу очень много друзей. და რა თქმა უნდა უცებ ძალიან ბევრი მეგობარი Когда у გაუჩნდა. тебя много денег и мало мозгов, у тебя много друзей. როდესაც ბევრი ფული და ცოტა ჭკუა გაქვს, ბევრი ესე იგი მეგობარი И გიჩნდება. они помогают тебе быстро потратить твои და деньги. ისინი შენ გეხმარებიან რომ რაც შეიძლება მალე И დახარჯო შენი когда ты ფული. потратил свои деньги, эти друзья куда-то და исчезают. როცა შენი ფული უკვე დახარჯულია, ეს მეგობრები რაღაც И ქრებიან. ты остаешься Да შენ один на რჩები. один со своей глупостью, со своими მარტო проблемами. შენს უგუნურებასთან და შენს პრობლემებთან ერთად. И он остается в этой чужой და стране. ის არის უცხო Он ქვეყანაში, никого не знает, არავის არ იცნობს, у него ничего нет, არაფერი აბადია и он начинает искать работу. და ის იწყებს სამუშაოს И он ძიებას. приходит к одному человеку მიდის ერთ ადამიანთან и просит და какую-нибудь სთხოვს, работу. რომ რაიმე სამუშაო А მისცეს что ты умеешь? და რა შეგიძლია რა იცი? Да ничего, я был любимым сыном своего არაფერი, отца. мама ჩემი საყვარელი შვილი ვიყავი. Образования есть, нет, профессия есть, განათლება нет. არა მაქვს, პროფესია არა მაქვს. Ну хорошо, будешь пасти კარგი, свиней. მაშინ ღორები დამწყემსე. Представляете, эту притчу Там Иисус могут рассказывает евреям. რომ იესო ამ იგავს ებრაელებს უყვება И очевидно, человек, о котором он рассказывает, он тоже был евреем. და სავარაუდოა რომ ის ადამიანი ვიზეც ყვება ისაც ებრაელი იყო. А евреи считают свинью нечистым животным. ებრაელები კი ღორს უწმინდურ ცხოველად თვლიან. У меня, правда, был один друг, который верил, что поросенок до 1 года кошерный, но მე ართალია მე მყავდა მეგობარი რომელიც თვლიდა რომ 1 წლამდე გოჭი იყო კოშერული. на самом деле это, конечно, не так. მაგრამ ეს ასე არ არის. Свинья нечистое животное. ღორი არ არის წმინდა ცხოველი. Для евреев особенно. ებრაელებისთვის განსაკუთრებით. И он вынужден пасти этих свиней. და ის იზოლებულია დამწყემსოს ღორები. И Писание говорит, что этот და человек წერილი голодал. ამბობს, რომ ეს ადამიანი შიმშილობდა. Он хотел наесться рожков, которые давали свиньям, но ему никто не разрешал. მას უნდოდა რომ რკოთი გამძღარიყო, რომელსაც ღორებს აძლევდნენ, მაგრამ ამის უფლებასაც არ Что это აძლევდნენ. за рожки были? რა იყო ეს რკო? В Израиле есть такое дерево, называется рожковое дерево. ისრაელში არის ესე იგი ხე, რომელსაც ესე იგი რომელსაც ასხია ეს რკოები. На нем растут такие, как типа бобов, такие длинные штучки. და Как на лобио похоже. ლობიოს მსგავსი Стручки. ლობიოს მსგავსი მწვანე ლობიოს მსგავსი ესე იგი ნაყოფი И в აქვს. них находятся эти семена. და აი ამ იქ არის მოთავსებული თესლი. И вот семена этих бобов и называют рожками. და აი ამ ესე იგი თესლს უწოდებენ რკოს. Люди срывали эти бобы, ადამიანები აი ამ ნაყოფს გლეჩდნენ. раскрывали их, ესე იგი გახსნიდნენ сыпали это свинью, და ამას უყრიდნენ ღორებს. и свиньи с удовольствием это ели. და ღორები სიამოვნებით ჭამდნენ. Потому что там 50% сахара в составе этих рожков. იმიტომ რომ აი ამ თესლის შემადგენლობაში არის 50% А сахар შაქარი. это глюкоза, жир, свинки быстро толстеют. კი არის გლუკოზა და ღორებიც სწრაფად იზრდებოდნენ და სუქდებოდნენ.
Учтите, что если мы едим сахар, с нами происходит то же самое. და გაითვალისწინეთ, რომ თუ ბევრ შაქარს ვღებულობთ, ზუსტად ასე გვემართება ჩვენ. И он хотел хотя бы этих рожков და поесть. მას უნდოდა რომ აი ეს კომაინც ეჭამა. А люди ему говорили, ты что, это для свиней, это не для тебя. ადამიანები კი ეუბნებოდნენ, ეს შენთვის არ არის, ეს ღორებისთვის Мы это არის. собирали, мы это шелушили, мы это ჩვენ не ეს для тебя. მოვაგროვეთ, ასე ვთქვათ, და გავხსენით კიდევაც შენთვის არ არის ეს. И вы знаете, что случилось? და იცით რა მოხდა? У него заработала голова. თავი აუმუშავდა. Я не знаю, почему так случается, არ ვიცი რატომ ხდება ასე, но когда нам хуже всего, მაგრამ როდესაც ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ, სულ тогда к нам მდგომარეობაში, приходят самые правильные მაშინ мысли. მოგდის ყველაზე სწორი აზრები. Тогда все обостряется, и მაშინ наша голова ყველაფერი начинает работать. გამძაფრებულია და ჩვენი გონებაც სწორად Мы იცავს ищем მუშაობას. выход. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს. И вот этот человек начал думать. და ამ ადამიანმა დაიწყო И ფიქრი. он вспомнил, откуда он пришел. და მას გაახსენდა საიდან И მოვიდა. он говорит, в моем доме моего отца работники излишки хлеба имеют. და გაახსენდა მამაჩემის სახლში მუშებს აქვთ იმდენი პური რომ რჩებათ А კიდევაც. я здесь голодаю. მე კი აქვში მშილობ. Но знаешь, очень часто, когда ты находишься в таком состоянии, ძალიან ხშირად როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, у тебя пробуждается не только разум, но еще и совесть. არა მხოლოდ გონება, შენი სინდისიც იღვიძებს. И он понимает, да, у моего отца дома много хлеба. და ის აცნობიერებს, კი, მამაჩემის სახლში ბევრი პურია, Но как я могу туда вернуться? მაგრამ როგორ შემიძლია იქ Я же დაბრუნება? поступил с ним нехорошо. მე ხომ არ მოვეკეცი მას Я კარგად. ничем не лучше, чем эти свиньи, которых я და пасу. არაფრად ვარ უკეთესი იმ ღორებზე, რომელსაც მე Как я მწყესავ. могу вернуться к моему როგორ отцу? შემიძლია დაუბრუნდე მამაჩემს? Я должен что-то с этим сделать. მე რაღაც უნდა მოუხერხო ამას. И он понимает, და ის აცნობიერებს, что возможность возвращения, დაბრუნების შესაძლებლობა она откроется тогда, მაშინ გაეხსნება, когда он принесет свои извинения. როდესაც ის თავის ბოდიშს მოუტანს მას. Он не может ბოდიშებს. вернуться просто так. უბრალოდ ის ვერ დაბრუნდება. Он должен что-то с этим сделать. მან რაღაც უნდა Он გააკეთოს. должен переосмыслить. მან ეს უნდა გააცნობიეროს. Знаете, иногда мы очень сильно судим себя. ხანდახან ძალიან, ესე იგი, მკაცრად განსჯით საკუთარ Я თავს. помню, что я судил себя даже тогда, когда я был неверующим. Просто я не знал, что с этим сделать. მე მახსოვს რომ მე თავს განსჯიდი მაშინაც, როდესაც ურწმუნო ვიყავი, არ ვიცოდი რა И очень გამიკეთებინა. часто люди судят себя за свою прошедшую жизнь. და ხშირად ადამიანები მსჯავრდებენ თავის წარსული ცხოვრების გამო. Они чувствуют, что они очень виноваты перед Богом. ისინი გრძნობენ, რომ ღმერთის წინაშე ძალიან დამნაშავეები Но они არიან. думают, Бог меня никогда не простит. ღმერთი არასოდეს მაპატიებს. Нельзя простить человека, который сделал вещи, которые сделал я. არ შეიძლება აპატიო ადამიანს ის, რაც მე გავაკეთე. Несколько раз в своей жизни я слышал эти вещи от людей. რამდენიმე წლის განმავლობაში, ესე იგი, ამ ხნის რამოდენჯერ მაქვს მოსმენილი ასეთი Ты გამონათქვამი. не знаешь, какие вещи შენ я არ იცი сделал. მე რას ვაკეთებდი. Ты не знаешь, какой я შენ არ плохой იცი რა человек. ცუდი ადამიანი ვარ. И ты всегда говоришь, და შენ ყოველთვის ამბობ, Бог любит тебя. ღმერთ შენ უყვარ ხარ Он готов тебя простить. და ის მზად არის რომ გაპატიოს. Ты знаешь, этот человек, он придумал, что он должен сказать своему отцу. და ამ ადამიანმა მოიფიქრა, რაც უნდა ეთქვა Он მამამისთვის. сказал, что он вернется, მან იფიქრა დაუბრუნდები и он скажет своему отцу, და ვეტყვი მამას. Отец, я согрешил против неба и против тебя. მამა, მე შევწოდე ზეთისა და შენს წინაშე. Это очень интересные слова. ეს ძალიან საინტერესო სიტყვებია. Даже когда мы обижаем другого человека, მაშინაც კი როცა ჩვენ ვაწყენინებთ სხვა ადამიანს, мы грешим не только против него. ჩვენ არამხოლოდ მის მიმართ ვწოდავთ, Мы грешим против неба. ჩვენ ვწოდავთ ზეთის წინაშე. Почему вещи, которые мы иногда делаем, делают больно другим людям? რატომ არის რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ხანდახან ეს ტკივილს აყენებს სხვა ადამიანებს? Потому что мы нарушаем законы Божьи. იმიტომ რომ ჩვენ ვარღვევთ ღმერთის Это კანონებს. Бог сказал, что мы не должны обманывать. ეს ღმერთმა
თქვა რომ ჩვენ არ უნდა ვიცრუოთ. Это Бог сказал, что мы не должны изменять. ღმერთმა თქვა რომ ჩვენ არ უნდა უღალატოთ. Это Бог сказал, что мы не должны красть и мы не должны убивать. Это Бог ღმერთმა თქვა сказал. რომ არ უნდა მოვიპაროთ და არ უნდა მოვკლათ. Поэтому каждый раз, когда ты нарушаешь эти вещи, და ყოველ ჯერზე როცა ჩვენ ამას არ ты не только больно делаешь людям, ты нарушаешь его законы. არა მხოლოდ ადამიანებს ტკენ, არამედ ღმერთის კანონებს არ ღვევ. Ты сначала нарушаешь его законы, ჯერ ღმერთის კანონს არ ღვევ и потом, как следствие этих нарушений, და როგორც ამის შედეგად ты делаешь больно შენ людям. ტკივილს აყენებ Поэтому ადამიანს. этот человек сказал, ამიტომ თქვა ამ я ადამიანმა скажу отцу так, მე ვეტყვი მამას ასე я согрешил против неба и მე против შევწოდე тебя. ზეცისა და შენს წინააღმდეგ. И теперь вот эта его совесть приводит его к следующим словам და дальше. აი მის სინდის უკვე შემდეგ სიტყვებამდე Я მიყავს ის. недостоин называться მე твоим არ сыном. ვარ ღირსი რომ შენის შვილი მეწოდოს. Прими меня Мими хотя бы же- в число твоих работников. შენს მსახურად მაინც, მუშად მაინც. Таким образом, ამგვარად этот человек осудил себя, ამ ადამიანმა ესე იგი საკუთარ თავს დასდო მსჯავრი, принял решение, მიიღო и გადაწყვეტილება он отправился к себе домой. და გაემგზავრა თავის სახლში. Я не знаю, как он себе представлял эту встречу. მე არ ვიცი როგორ ქონდა წარმოდგენილი მას ეს შეხვედრა. Возможно, он думал, что все начнется с упреков отца. შესაძლოა ის ფიქრობდა რომ მამამისი მას ესე იგი ეტყოდა რაც დააშავა, საყვედურს ეტყოდა. Возможно, он думал, შესაძლოა ფიქრობდა что отец скажет, да, ты все это правильно сказал, но дай-ка я подумаю еще. კი ყველაფერი სწორედ თქვი, მაგრამ მე ჯერ დავფიქრდები. Или, может быть, он сказал бы, да, но я не знаю, искренне ли ты покаялся, давай посмотрим на тебя некоторое время. შესაძლოა ასე ეთქვა რომ კი ყველაფერი ეს არის, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული რომ შენ გულწრფელად მოინანი, ამიტომ შემოგხედავ ჯერ. Но когда он был еще далеко от дома, მაგრამ так говорит Писание, როგორც წერილი ამბობს, როდესაც ის ჯერ კიდევ შორს იყო თავისი სახლისგან, отец увидел его и побежал к მამამ нему დაინახა და навстречу. მის შესახვედრად გაიქცა. Ты знаешь, я вырос в семье, где люди, старшее поколение, они прошли через войну. მე ისეთ სახლში გავიზარდე, სადაც უფროსმა თაობამ ომი გაიარა. Мы каждый раз встречались весной, чтобы отмечать этот День Победы, который был за 20 лет до моего рождения. და ჩვენ ყოველ გაზაფხულზე ვიკრიბებოდით და ვზეიმობდით გამარჯვების დღეს, რომელიც იყო, ესე იგი, ჩემ დაბადებამდე 20 წლით Потому ადრე. что эта война, она очень тяжело прошлась по нашей семье. იმიტომ რომ ამ ომმა ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა ჩემს ოჯახში. И я знал о людях, которые не дождались своих. და მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებმაც დაბრუნებული ნათესავები ვერ მიიღეს Я ოჯახში. читал о многих историях таких, ბევრი ისტორია წამიკითხავს, когда женщины როდესაც ქალები по всей этой огромной, большой тогда стране, აი ამ დიდ ქვეყანაში, зная, в какой день приходит поезд на станцию, ближайшую к их деревне, იცოდნენ რა, რომელ დღეს ჩამოდგებოდა მატარებელი მათ სოფელში. каждый такой день они выходили на край деревни и стояли и смотрели на дорогу. ისინი ყოველ ასეთ დღეს გადიოდნენ და ელოდებოდნენ მატარებელს. Проходил год после окончания войны, 2, 5, 10. და გადიოდა 1, 5, 10 წელი ომის დამთავრების И შემდგომ. эти матери и жены стояли и Да. ждали, ეს დედები და ცოლები მაინც ელოდებოდნენ. а может быть вернется. იქნება და დაბრუნდეს. Представляешь, этот отец, წარმოგიდგენიათ мама, о котором сын думал, რომელზეც შვილი что он ფიქრობდა, будет ругать его, რომ ის მას что он будет გავანწყავდა, упрекать его, რომ დააყვედრებდა, что он назначит ему какие-то испытательные сроки. რომ რაღაცა გამოსაცდელ ვადას დაუნიშნავდა. Этот старый человек, ეს ხანში შესული каждый ადამიანი день, что бы он ни делал, რასაც არ უნდა то и გაეკეთებინა, дело поглядывал на дорогу. გზისკენ იყურებოდა. И когда он увидел Да. своего сына, როდესაც მან დაინახა თავისი он ძე, его сразу узнал. იმ წუთში იცნო, Не знаю как. არ ვიცი როგორ. Этот сын не был так одет, как он был одет, когда уходил из дома. ეს შვილი არ იყო ისეთივე ჩაცმული, როგორც სახლიდან წავიდა. Он был в лохмотьях, он был ის იყო грязный, ზონძებში დაბინძურებული заросший. და გაბურთგნული. Но когда отец увидел его, მაგრამ როდესაც მამამ დაინახა, он сразу узнал его. იმ წამსვე იცნო, Мой сын. ჩემი ძე.
Ты знаешь, у меня была большая семья. მე დიდი ოჯახი მყავდა. У меня было две сестры. ორი და მყავდა. Папа, мама, бабушки, дедушки. დედა, მამა, ბებიები, ბაბუები. Я мог лежать с закрытыми глазами, მე лицом к стене. შემეძლო კედლისაკენ გადაბრუნებულს თვალდახუჭულს Когда кто-то из них заходил в ყოფილიყავი. комнату, я Да. узнавал по шагам. როდესაც ოთახში ვინმე შემოდიოდა, ნაბიჯებით ვცნობდი ვინ შემოვიდა. Когда ты любишь, როდესაც შენ გიყვარს, ты узнаешь. შენ იგრძნობ, იცნობ. Моих сестер посторонние люди не могли отличить друг от друга. ჩემს დებს უცხო ადამიანები ერთმანეთსაგან ვერ არჩევდნენ. Мне было 3 года, я их отличал. 3 წლის ვიყავი რო უკვე ვარჩევდი. Даже сейчас, когда я смотрю на их детские фотографии, я четко знаю, где одна, где другая. ეხლაც კი, როდესაც მათ ბავშვობის სურათებს უყურებ, карგად ვიცი რომელი Хотя რომელია. они как 2 капли воды были похожи друг на მიუხედავად друга. იმისა, რომ ორი წვეთი წყალივით გვაბდნენ ერთმანეთს. Потому что это мои родные. იმიტომ რომ ისინი ჩემები არიან. Это моя семья. ეს არის ჩემი ოჯახი. И вот этот старик, და ის ხანში შესული я не знаю, ადამიანი. хорошо он видел или плохо, არ ვიცი, კარგად ხედავდა თუ არა. он сразу узнал своего მან сына. იმ წამსვე იცნო თავისი И ძე он побежал ему და навстречу. ის мის შესახვედრად გაიქცა. И когда Да. он наконец до него добежал, როდესაც მიირბინა მასთან, он стал обнимать его и целовать. ჩაეხუტა და კოცნიდა. Можешь представить себе, как пах человек, который пас свиней? წარმოგიდგენიათ, როგორი სუნი აზდიოდა ადამიანს, რომლებიც ღორებს მწყემს. Он, наверное, сам пах как свинья. ალბათ მასაც ღორი სუნი აზდიოდა. Я знаю это не понаслышке. მე ვიცი ეს უბრალოდ ყურის მოკვრით კი Я არ занимался მოვსვაგებული. собаками и общался с людьми, которые живут с собаками, и от них пахнет собаками. მე ესე იგი ვიყავი ასე ვთქვათ ძაღლების მოშენებით დაკავებული და მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც ძაღლებთან ერთად იძინებდნენ და ვიცი რა სუნი აზდით მათ. И этот старик, несмотря на все это, обнимает, целует его. და ამის და მიუხედავად ეს მოხუცებული ადამიანი ეხვევა მას, კოცნის И тут этот сын начинает выдавать эту фразу, которую он და заготовил. შვილი იწყებს იმ ფრაზის წარმოთქმას, Он говорит: რომელიც «Отче, я ჰქონდა. согрешил против неба и против тебя. მამა, მე შევწოდე зеცისა და შენს И я წინააღმდეგ. уже недостоин называться твоим сыном». მე არა ვარ ღირსი რომ შენს ზედ И ვიწოდებოდე. ты знаешь, что он не дает ему закончить და это. ის არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან დაასრულოს ეს Он не дает ფრაზა. ему времени и возможности закончить эту фразу არ заготовленную. აძლევს არც დროს და არც შესაძლებლობას, რომ მან ეს ფრაზა დაასრულოს. Он поворачивается к своим работникам и говорит: им: შემოუბრუნდება თავის მსახურებს და ეუბნება: «Принесите ему лучшую одежду მოუტანეთ საუკეთესო и ტანისამოსი оденьте его. და შემოსეთ И перстень на руку его, და ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ и обувь на ноги его». და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხებზე. Это не говорит о том, что то, что сделал сын, не ранит сердце отца. ეს იმაზე არ გველაპარაკება, რომ შვილის გაკეთებულმა საქმემ მამის გული არ Это დაჭრა. говорит о том, что он любит его настолько, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ისე ძლიერ უყვარს ის, что эта любовь покрывает все эти обиды. რომ ეს სიყვარული ყველა წყენას გადაფარავს. И тебе достаточно просто начать об этом говорить. და შენთვის საკმარისია ამაზე დაიწყო ლაპარაკი. И ты увидишь, что он და ждал შენ тебя, დაინახავ, რომ ის შენ что გელოდებოდა, он любит тебя, რომ მას შენ что უყვარხარ. он готов все это покрыть Да, и исправить. ის მზად არის თავისი სიყვარულით ყველაფერი გადაფაროს. И это очень интересная часть. და ეს ძალიან საინტერესო Когда он ნაწილია. говорит: «Принесите ему лучшую одежду», და როდესაც ის ამბობს მოუტანეთ საუკეთესო он не სამოსი, имеет в виду: «Выберите лучшее, что у нас в доме есть, или лучше, чем то, что на нем, и принесите мне და это». ის არ ამბობს, რომ მოუტანეთ საუკეთესო რაც სახში გვაქვს, ან მასზე უკეთესი რაც მას აცვია. В это время любая одежда была лучше, чем то, что одето на этом იმ человеке. დროისთვის ნებისმიერი სამოსი უკეთესი იქნებოდა ვიდრე იმ კაცეცვა. Но когда он говорит: «Принесите лучшую», როდესაც ის ამბობს საუკეთესო მოიტანეთ это слово, которое переведено на наши языки как «лучшее», და სიტყვა რომელიც ჩვენს ენაზე ნათარგმნია როგორც საუკეთესო, в греческом языке звучит как «протов», и это означает «прежняя» или «первая одежда». ნიშნავს ბერძნულად პროტოს და ნიშნავს ის რომელიც მას ეცვა, იმის Верните ему то, что он потерял. დაუბრუნეთ მას ის რაც მან დაკარგა. Верните ему одежду, которую должен носить мой сын. დაუბრუნეთ მას ის სამოსი რომელიც უნდა ეცვას ჩემ შვილს. Ты знаешь, одежда обычно, она
демонстрирует состояние, статус человека. და ჩვეულებრივ ტანისამოსი წარმოადგენს ადამიანს როგორც მის სტატუსს. А в Священном Писании часто одежда говорит или является символом духовного состояния человека. და ხშირად წმინდა წერილში სამოსი არის ადამიანის სულიერი მდგომარეობის Это может быть მაჩვენებელი. одежда, оскверненная грехом, იყოს ტანისამოსი, რომელიც დაბინძურებულია о ცოდვით, которой Библия говорит, даже не прикасайся к этому. რომელზეც библია გვეუბნება, რომ ასე დაბინძურებულს არც კი შეეხოთო. А это может быть одежда праведности. და შეიძლება ეს იყოს ასე იგი სიწმინდის ტანისამოსი. И в Библии книга Откровения говорит, что церковь Бог одел в праведные одежды. და წმინდა წერილში დაწერილია, რომ ღმერთმა ეკლესია შემოსა წმინდა სამოსით. Он вернул ему его состояние. დაუბრუნა მას მისი მდგომარეობა. Это прощение. ეს არის პატიება. Это ეს восстановление. არის აღდგენა. Ты не потерянный сын შენ больше. აღარ ხარ დაკარგული Ты შვილი. просто сын. შენ უბრალოდ შვილი ხარ. Ты не бывший грешник. შენ არ ხარ ყოფილი ცოდვილი. Ты дитя შენ Божье. ხარ ღმერთის შვილი. Ты спасенное дитя შენ ხარ Божье. ღმერთის გადარჩენილი Он тебя შვილი. спас полным, совершенным спасением. სრულიად, სრულყოფილი გადარჩენით გადაგარჩინა. Ты больше не раб греха. შენ აღარ ხარ ცოდვის მონა. Ты не дитя греха. შენ არ ხარ ცოდვის შვილი. Ты снова дитя Божье. შენ კვლავ ღმერთის შვილი После ხარ. того, как ты сказал, Отец, я согрешил против неба и მას против тебя. შემდეგ რაც შენ თქვი რომ მამაო მე შევწოდე ზეცისა და შენს წინაშე. Ты еще ничего не сделал. შენ ჯერ არაფერი Ты еще გაგიკეთებია. никак не доказал, что ты изменился. და არც არაფერი დაგიმტკიცებია როგორ შეიცვალე. У тебя для этого будет время потом. ამისთვის შემდეგ გექნება დრო. Может быть, ты еще пару раз проявишь свои свинопасские привычки какие-то из прошлого. შესაძლოა ღორების მწყემსის თვისებები კიდევ რამდენჯერმე გამოავლინო. Бог ждет тебя. ღმერთი შენ Он все გელოდება. равно одевает тебя в эту одежду. Он прощает მაინც тебя. გაცმევს ამ სამოს და მაინც Он გპატიებს. принимает тебя как свое дитя. ის ღებულობს შენ როგორც თავის შვილს. В ответ на твое покаяние. შენს მონანიების საპასუხოდ. Следующее, что он говорит, შემდეგი, რასაც ის чтобы ему ეუბნება, на руку дали перстень. რომ ხელზე ბეჭედი გაუკეთონ. У меня всего одно украшение есть в жизни. მე ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სამკაული მაქვს. Это обручальное кольцо. ეს არის საქორწინო беჭედი. Когда я умру, не снимайте, пожалуйста, его с меня. როდესაც გარდავიცვლები, არ მომხსნათ. Не продавайте. არ გაყიდოთ. Пускай это останется со мной. ჩემთან დარჩეს. Это кольцо носила моя бабушка. ეს ბეჭედი бебია ჩემს ეკიდა. Что бы ни было в моей жизни, რაც არ უნდა იყოს ჩემს каких бы ни ცხოვრებაში. было трудностей в моей семье, каких бы сложностей не было в моей семье, სირთულეებიც არ უნდა ყოფილიყო ჩემს я ოჯახში. никогда не снимал этого кольца. მე არასოდეს მომიხსნია ეს Потому что я ბეჭედი. чувствовал, что если я когда-нибудь его сниму, я, может быть, больше никогда его не одену. იმიტომ რომ მე გრძნობდი რომ თუ მოვიხსნიდი შეიძლება ვეღარასოდეს გამეკეთებინა. Но на Востоке მაგრამ აღმოსავლეთში кольцо или перстень, о котором здесь говорится, ბეჭედი რომელზეც აქ არის საუბარი оно было символом принадлежности к этой семье. იყო სიმბოლო რომ შენ ეკუთვნოდი კონკრეტულ ოჯახს И одновременно оно было печатью. და ერთდროულად ის იყო ბეჭედიც. Оно давало тебе власть. ის გაძლევდა შენ ძალაუფლებას. Ты мог не подписываться под каким-то договором, შენ შეგეძლო რაღაცა ხელშეკრულებაზე ხელი კი არ მოგეწერა. но от имени своей семьи поставить эту მაგრამ печать. შენი ოჯახის სახელით აი დაგებეჭდა ეს. Ты мог пойти на рынок, შენ შეგეძლო წასულიყავი ბაზარში. договориться о том, что ты хочешь вот этот ковер, вот эти вещи, еще вот это. და ამოგერჩია და მოგელაპარაკებინა რომ აი შენ გინდა ეს ხალიჩა კიდევ სხვა Поставить რაღაცა свою печать. დაგესვა შენი ბეჭედი И когда принесут тебе это домой, და როდესაც სახში მოგიტანდნენ ამას твой отец расплатится за это. მამა შენი ამის აფასურს გადაიხდიდა. Это не только возможность. ეს არ იყო მხოლოდ შესაძლებლობა. Эта власть является в то же время ეს ответственностью. ძალაუფლება ამავე დროს არის პასუხისმგებლობა. Ты говоришь о своей семье, какая она. შენ ლაპარაკობ შენს ოჯახზე თუ როგორია Ты ის. должен прославить свою семью, а не опозорить შენ ее. უნდა გაანდიდო შენი ოჯახი და არ უნდა И знаешь, что შეარჩინო. Священное Писание და говорит? იცით რას გვეუბნება წმინდა წერილი? Что тем, которые уверовали во Христа, რომ მათ ვინც ირწმუნეს ქრისტე Бог дал власть быть детьми Божьими. მისცა ძალაუფლება რომ ყოფილიყვნენ ღმერთის То, что ты შვილები. верующий, то, что ты дитя შენ Божье, მორწმუნე ხარ და ღმერთის შვილი ხარ. оно уже содержит в себе власть.
თავის თავად ეს უკვე ძალაუფლებას Ты не просто მოიცავს. прощенный грешник. შენ არ ხარ უბრალოდ Ты ნაპატიების дитя ცოდვილი. Божье, შენ ხარ ღმერთის შვილი, искупленное, принятое им, გამოსყიდული და ღმერთის მიერ მიღებული помазанное Святым და Духом. სული წმინდით ცხებული. Поэтому Иисус говорит, ამიტომ იესო გვეუბნება, что когда ты будешь молиться во имя Его, როდესაც შენ ილოცებ მისი твои სახელით, молитвы будут услышаны. შენი ლოცვები იქნება Поэтому შესრულებული. Он говорит, ამიტომ გვეუბნება, возложи руки на больных, и Бог исцелит их. ხელები დაადე, ესე იგი ავადმყოფებს და ისინი Поэтому Он განიცდიან. говорит, все даю тебе власть наступать на змей, на скорпионов, на всю вражескую силу. ამიტომ გვეუბნება ის გაძლევ ძალაუფლებას რომ ფეხი დააბიჯო Потому что გველებს და მორიელებს და быть детем Божьим ყოველგვარ ძალას და არაფერი გევნება, იმიტომ რომ ღმერთის შვილი იყო, – это власть, ეს არის ძალაუფლება, это возможность. ეს არის შესაძლებლობა. И еще და კიდევ Он говорит, поменяйте ему обувь. გამოუცვალეთ ფეხსაცმელი. Что такое обувь? რა არის ფეხსაცმელი? Это возможность передвигаться в этом мире. ეს არის საშუალება რომ გადაადგილდე ერთი ადგილიდან О, მეორეში. ты знаешь, когда я был маленький, мы очень часто ездили где-то около Адлера, отдыхали там. როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად მივდიოდით ხოლმე დასასვენებლად. И я слышал, как моя бабушка с дедушкой говорили, это очень полезно ходить голыми ногами по камням. Да. Это соль разгоняет из ног. პაპა და ბიბი ამბობდნენ რომ ძალიან სასარგებლოა ფეხი შველა მიარო აი ამ ქვებზე, იმიტომ რომ ეს მარილებს შლის. И я подумал, ну где у меня Пикре. соли, но ты маленький, слышишь, ты как обезьяна, все должен сделать, да? სად მქონდა მაშინ მარილები, მაგრამ როგორც პატარა ბავშვი, როგორც პატარა მაიმუნი, И когда я первый раз пришел на пляж, конечно, я буду делать то, что бабушка и дедушка говорят, это полезно. Я буду ходить босиком по камням. მე იმას გავაკეთებ, რასაც ბიბი და ბაბუა მეუბნებიან და ქვებზე ფეხი შველა Я ვიღებ. сделал пару камней, то есть шагов, потом я искал, где пятно из песка, и чтобы прыгнуть туда. და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ამ ქვებზე და მე ვეძებდი სილას, რომ იმ სილაზე Эти камни დამეჯიბებინა. такие горячие были. ძალიან ცხელი იყო ეს Потом я ქვები. прыгнул на чье-то полотенце. შემდეგ вიღაცის писахоზე Какая-то женщина გადავხდი. возмущенная смотрит на меня. ქალი აღშფოთებით И я так მიყურებდა. по чужим полотенцам добрался Да. до своих тапочек. ესე იგი, სხვისი писахоцебиზე დაბიჯებით მივედი ჩემს И я понял, что обувь – это, оказывается, очень важная вещь. და მივხვდი რომ ფეხსაცმელი თურმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ Она არის. помогает тебе босиком добраться туда, то есть добраться туда, куда босиком ты не можешь ის этого сделать. გეხმარება შენ მიხვიდე იმ ადგილას, რომელ ადგილასაც ფეხი შველი ვერ მიხვალ. Здесь в Священном Писании და აქ წმინდა წერილში обувь, ფეხსაცმელი она является символом готовности. არის სიმბოლო მზადყოფნისა. Идти и делать то, что ты должен делать. სახვიდე და გააკეთო ის, რაც შენი И გასაკეთებელია. в послании Ефесянам და написано, ეფესელთა წერილში что დაწერილია, обувь, რომ ფეხსაცმელი она символизирует твою готовность служить Богу. არის სიმბოლო შენი მზადყოფნისა, რომ ღმერთს Идти и ემსახურო. делать то, что ты должен делать. წახვიდე და გააკეთო ის, რაც შენ უნდა გააკეთო. Ты знаешь, недавно я проповедовал в реабилитационном центре. ცოტა ხნის წინ რეაბილიტაციის ცენტრში ვქადაგებდი. И я вот про эти три вещи говорил им тоже. და აი ამ სამ საკითხზე ველაპარაკებდი. Про одежду, про перстень и про обувь. ტანსაცმელზე, ბეჭედზე და фехсაცმელზე. И ты знаешь, я хочу тебе сказать очень коротко, что я сказал этим людям там. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის, რაც იქ უთხარი იმ Что Бог может ადამიანებს. одеть тебя в новую одежду, ღმერთ შეუძლია რომ შენ ახალ სამოსით შეგმოსოს. изменить твою жизнь. შეცვალო შენი ცხოვრება. Он может даже дать тебе власть, შეუძლია ძალაუფლებაც მოგცეს. быть детем Божьим. რომ შენ იყო ღმერთის შვილი. Но если ты не будешь служить მაგრამ Богу, თუ შენ ღმერთს არ ემსახურები, ты можешь потерять все эти შენ вещи. შეგიძლია რომ ეს ყველაფერი დაკარგო. Потому что все это имеет იმიტომ, რომ значение ამ вместе. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა Бог ერთობლივად. очищает тебя. ღმერთი შენ გწმენს, Бог делает тебя сильным. გაძლიერებს, Бог дает тебе веру. გაძლევს И რწმენას. теперь место правильное спросить, для чего все это? და ეხლა ესე იგი რისთვის ამ ყველაფერს? Чтобы ты сделал то, что Бог хочет от тебя. იმისათვის რომ შენ გააკეთო ის რაც ღმერთს Поэтому უნდა эти вещи, შენგან. და ამიტომ ეს ყველაფერი праведность, власть и служение, ძალაუფლება და მსახურება они должны быть нашим ответом უნდა იყოს ჩვენი პასუხი на то, что Бог сделал для нас через Иисуса Христа. იმაზე რაც ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით Он ჩვენთვის простил наши გააკეთა. грехи. მან გვაპატია Он ჩვენი очистил შრომები, наши მან неправды. განწმინდა ჩვენი Он сделал нас უჩვეულებები детьми და Божьими, გავხადა наделил нас ღმერთის властью. შვილებად და მოგცა Он ძალაუფლება. слышит наши молитвы. მას ესმის ჩვენი ლოცვები.
Но если ты сейчас решишь, მაგრამ თუ შენ ეხლა გადაწყვიტავ, что все это Ром. только для того, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის чтобы ты არის, достиг всех пределов своих мечтаний с რომ помощью ყველა Бога შენს ოცნებას მიაღწიო ღმერთის საშუალებით и начал устраивать свою жизнь просто здесь, на და этой შენი земле, ცხოვრება უბრალოდ дедამიწაზე მოიწყო, ты можешь все это потерять. შენ შეგიძლია ყველაფერი ეს Но დაკარგო. если ты скажешь, спасибо მაგრამ тебе, Господи თუ შენ Боже, ეტყვი, მადლობა შენ უფალო ღმერთო, спасибо, что ты принял мое მადლობა покаяние, რომ მიიღე ჩემი спасибо, что მონანიება, ты меня простил, მადლობა რომ მაპატიებ, спасибо, что ты сделал меня своим მადლობა детем, რომ შენ შვილად გამხადე, я хочу служить тебе, მე მინდა შენ გემსახურო. то Священное Писание მაშინ обещает წმინდა тебе, წერილი ჩვენ გვპირდება, что если ты будешь искать Бога, თუ შენ ღმერთს მოძებნი, Его Царство, მის სამეფოს Его მოძებნი, правды, მის то სიმართლეს, Бог, მაშინ ღმერთი, сам зная, что тебе нужно, თვითონ ღმერთი, რომელმაც იცის რა გჭირდება, даст тебе все необходимое. მოგცემს ყველაფერს, რაც გჭირდება. Слава Господу Иисусу დიდება Христу. უფალო იესო ქრისტეს. Он заботится о нас, ის ზრუნავს ჩვენზე. когда мы заботимся о том, чтобы служить Ему. როცა ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ Он ვემსახუროთ მას, восполняет наши нужды. ის აღავსებს ჩვენ საჭიროებებს. Когда мы думаем о нуждах других людей, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ სხვა ადამიანთა когда мы საჭიროებებზე, поступаем в согласии с волей როდესაც Божьей, ღმერთის ნების თანახმად ვიქცევით, Бог заботится о нас. ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. Знаете, недавно я ехал и думал об этом. ცოტა ხნის წინ მივდიოდი და ვფიქრობდი ამაზე. Пару лет назад я был в ситуации, когда я не знал, где я буду жить. რამდენიმე წლის წინ მე ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ არ ვიცოდი სად Я ვიცხოვრებდი. 20 лет проработал в доме престарелых. 20 წელი მუშაობდი მოხუცებულთა Работа სახლში. подошла к концу, и мне сказали, ну, все, спасибо, до свидания. სამუშო დასასრულს მიუახლოვდა და მითხრეს მადლობა დამთავრდა. Но мне некуда идти. მაგრამ წასასვლელი არ მქონდა. Но все эти годы мы служили Господу. მაგრამ მთელი წლები უფალს ვემსახურებოდი. Мы заботились о других людях. ზრუნავდი სხვა ადამიანებზე. Мы сеяли в жизни других людей какие-то хорошие вещи. და სხვა ადამიანების ცხოვრებაში რაღაცა კარგს Мы ვთესავდი. помогали другим людям как-то обустроиться в этой жизни. ვეხმარებოდით სხვა ადამიანებს კეთილმოწყობაში. И вот сегодня наступает день, и мне говорят, დაიდგება დღე და მეუბნებიან. всем спасибо, все свободны. До свидания. ყველას დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. У меня есть квартира, которая на пещеру похожа, средневековую какую-то, доисторическую. რომელიც გამოქვაბულს გავს, У меня ничего нету. არაფერი მაქვს И я стою перед вопросом, что будет дальше. და ვდგევარ იმ საკითხის წინაშე, რა იქნება შემდგომ. Ты знаешь, неожиданно Бог сделал очень большие чудеса в моей ძალიან жизни. მოულოდნელად ღმერთმა გააკეთა სასწაულები ჩემს Все, что мы ცხოვრებაში. сеяли все эти годы, ყველაფერს, რასაც ამ წლის მანძილზე Оно к нам ვესწავლით, вернулось. დაგვიბრუნდა. сегодня, когда я у себя дома просыпаюсь утром, и почти каждое утро я смотрю на все это, говорю, Господь, спасибо тебе. როდესაც დილით ვიხვდებ, ყოველ დილით თქმის ვეუბნები, მადლობა შენ ღმერთო. И при этом და ამასთანავე у меня никогда не было არასოდეს მქონია и нету сейчас და არც ახლა მაქვს никаких отложенных денег. გადადებული ფული. Каждый раз в начале месяца у меня ничего нету. თვის დასაწყისში მე არასდროს არაფერი მაქვს. Каждый раз в начале месяца ничего нету. თვის დასაწყისში არასდროს მაქვს. В tечение месяца есть все, что нужно. თვის ესე იგი განმავლობაში маქვს ყველაფერი რაც К концу მჭირდება месяца опять ничего нету. და თვის ბოლოს ისევ არაფერი მაქვს. И в начале следующего месяца опять что-то появляется. და თვის დასაწყისში ისევ ყველაფერი არის. И все это делает Господь და ყველაფერს ამას უფალი по своей აკეთებს. милости. თავისი წყალობით. И я никогда не собираю ничего. არასოდეს ვაგროვებ არაფერს. Я не могу собирать. არ შემიძლია Мне დაგროვება. нечего собирать. არაფერი მაქვს შესაგროვებელი. Но когда я смотрю на свою жизнь, მაგრამ როდესაც უყურებ ჩემს ცხოვრებას, я вижу, насколько Я она вхедал. наполнена благословениями Божьими. რამდენად სავსეა ის ღმერთის კურთხევებით. Сколько Бог дал за это время. რამდენი მომცა უფალმა ამ ხნის განმავლობაში. Когда ты служишь Господу, როდესაც შენ ღმერთს ემსახურები, Бог заботится о тебе. ღმერთი ზრუნავს შენზე. Первый шаг, который мы делаем обычно во всем этом, პირველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგავთ ხოლმე, мы каемся перед Господом. ჩვენ ვინანიებთ უფლის წინაშე.
Мы обращаемся к Нему. ჩვენ შემოbrundებით მისკენ Мы говорим: Господь, და прости меня, მივმართავ. очисти, омой меня. უფალო, მაპატიე, გამწმინდე. Следующая вещь, которую тебе нужно принять, მეორე რაც უნდა მიიღო შენ, что ты не просто бедный прощенный грешник, ты дитя Божье. რომ უბრალო ნაპატიები ცოდვილი კი არა, ღმერთის შვილი ხარ. У тебя есть власть. შენ გაქვს И ты ძალაუფლება. должен этой властью научиться пользоваться. შენ უნდა ისწავლო ამ ძალაუფლების გამოყენება. Ты должен попробовать, у тебя получится. შენ უნდა სცადო და შენ გამოგივა. Молись, верь, исповедуй пред Богом. ილოცე, ირწმუნე და აღიარე უფლის Ищи лица წინაშე. Божьего. ეძებე უფლის სახე. Но имей в виду, მაგრამ მხედველობაში что все იქონიე, это имеет смысл только тогда, ამას ყველაფერს აზრი მაშინ აქვს, როდესაც если ты служишь Господу. შენ ღმერთს ემსახურები. Поэтому три эти вещи: ამიტომ მესამე რამ, праведность, власть и служение, სიმართლე, ძალაუფლება და მსახურება они должны быть в твоей жизни вместе, უნდა იყოს ერთდროულად შენ ცხოვრებაში. как это было у Иисуса. როგორც ეს ქონდა იესოს, Абсолютная праведность, სრული სიმართლე, абсолютная власть სრული и ძალაუფლება абсолютное служение და Богу. სრული მსახურება უფლის მიმართ. Поэтому ему дано имя выше всех имен в და этом мире. ამიტომ მისი სახელი ყველა სახელზე მაღალია მთელ Иисус სამყაროში. для меня не только пример человека, который пожертвовал своей жизнью за იესო меня. ჩემთვის არ არის მხოლოდ ადამიანი, რომელმაც მსხვერპლი მოიტანა ჩემს გამო. Для меня это пример личности, ჩემთვის ეს არის მაგალითი როგორც პიროვნებისა, которая достигла всех целей, которые были Роман поставлены Мац. перед ней в жизни. მიაღწია ყველა მიზანს, რომელიც დასახული ქონდა მას Пусть Господь ცხოვრებაში. поможет нам, დაეუფალი დაგვეხმაროს, чтобы наша жизнь была не пустой, რომ ჩვენი ცხოვრება არ იყოს чтобы სარიელი, наивысшие цели, цели Божьи были რომ достигнуты в нашей ღმერთის жизни. მიზნები, მისი უზენაესი მიზნები იყოს ჩვენ ცხოვრებაში მიღწეული. Давайте помолимся. მოდით ვილოცოთ. Отец, мы молимся во имя Господа Иисуса Христа. მამა ულოცულობთ უფალო იესო ქრისტეს Мы სახელით. благодарим Тебя, Господи ჩვენ Боже, გმადლობთ ჩვენ უფალო ღმერთო, за то, что Ты послал Своего Сына, Ром Господа Шен. Иисуса Христа, გამოგზავნე შენი ძე უფალი იესო ქრისტე, Спасителем для этого мира. მხსნელად წუთისოფლისა. Мы благодарим Тебя, что через Иисуса Христа გმადლობთ რომ იესო ქრისტეს მეშვეობით Ты искупил наши грехи, გამოისყიდე ჩვენი цодვები, принял нас как своих детей, მიგვიღე როგორც შენი შვილები избавил нас от власти дьявола, და გაგვანთავისუფლე ეშმაკის от власти ძალაუფლებისგან, греха, ცოდვის ძალაუფლებისგან дал нам власть быть детьми Божьими. და მოგოცი ჩვენ ძალაუფლება ვიყოთ теперь мы просим ღმერთის Тебя, შვილები და ეხლა გთხოვთ Научи нас ходить Твоими გვასწავლე путями შენი გზებით ვიაროთ и служить Тебе და შენ გემსახუროთ на всяком месте, ყოველ ადგილზე, которое Ты шлешь нас, Господь. სადაც შენ წარგუზავ Благослови, Господи Боже, გვაკურთხე უფალო чтобы мы ღმერთო, жили не для себя, რომ ჩვენი თავისთვის კი а არ для ვიცხოვროთ, Твоей воли, არამედ Господь. შენი ნების აღსასრულებლად, Во славу Твоего имени შენი სახელის мы ადიდებლად молимся ლოცულობ во имя Отца, Сына и Святого Духа. მამის ძის და სული წმინდის სახელით. Аминь.